რატომ დაარქვით თქვენ საკვირაო სკოლას უფლის კარავი? ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. ბავშვებო, ჩვენი ტაძარი არის აგებული თან გაჩვენებთ ვინ მოვიყვანეთ ცოლოთ ახლა შემოვიდა და ცოტა ხანი და მოდი ბავშვებს აინტერესებს. ჩვენი ტაძარი ბავშვებო არის ფერისცვალების სახელობის. ფერისცვალება მოხდა თაბორის მთაზე. ეხლა ნახეთ იქ რა მოხდა. უფალს თავისი მოწაფეები ყველგან დაყავდა ხოლმე. განსაკუთრებით სამი მოწაფე. ხო არ იცით რომელი იყო ეს სამი მოწაფე? ვინ აბა თქვით პირდაპირ? პეტრე, იაკობი და იოანე. პეტრე და იაკობი და იოანე ძმები იყვნენ. და ეს სამი მოწაფე რომ თაბორის მთაზე წაიყვანა. იქ იყო მაცხოვარი, რომელთან ერთადაც გამოჩნდნენ ორი დიდი წინასწარმეტყველი, ელია და მოსე. ელია ღმერთმა ცოცხლად წაიყვანა, ეხლა ცოცხალი არ გარდაცვლილა და მოსე წინასწარმეტყველი, რომელიც გარდაიცვალა. ნახეთ, ერთი ცოცხალი, ერთი გარდაცვლილი. ამიტომ უფალმა წარმოაჩინა, რომ ცოცხალთა და გარდაცვლილთა მეუფეა, რომ მის წინაშე სიკვდილი არ არსებობს. ის გარდაცვლილი ცოცხალია მისთვის. და პეტრე მოციქულს იმდენად უხარია იქ ყოფნა. იმდენად უხარია, რომ ნახე რას ამბობს. უფალო, მოდიო, გავაკეთოთ აქ სამი კარავია. კარავი ხო იცით რაცა? სამი კარავი გავაკეთოთ. ერთი შენთვის, ერთი მოსესთვის, ერთი ელიასთვის. და თავის თავზე ისინი კი არ ფიქრობენ, რომ ცალკე კარავი ქონდეთ. რატო არ ფიქრობენ, იცით? თვითონ მოიაზრებენ, რომ სადაც უფალი იესო ქრისტე იქნება, იქ იქნებიან თვითონაც. ამიტომ უფლის კარავში ყოფნა ხო უნდათ მათ, მარადიულად უნდათ, ან უფალთან ერთად ყოფნა უნდათ. და ჩვენ სამრევლო სკოლასაც უფლის კარავი დაერქვა იმ მიზნით, რომ იმ შინაარსით, რომ უფალთან ყოფნის სურვილს აღნიშნავს. ახლა წარმოიდგინეთ, აქ რომ უფალი იყოს და ჩვენ რომ ის გასაუბრებოდეს, ამხელა ბედნიერება იქნება. და ეს ბედნიერება ყველას აქვს, ვინც გადაშლის სახარებას და წაიკითხავს უფლის სიტყვებს. მას თავად უფალი ელაპარაკება. ამიტომ დაერქვა.